6 თებერვალს მოსკოვში შედგა რუსეთ-საქართველოს საქმიანი ურთიერთობის საბჭოს 2 წლის თავის აღნიშვნა, გაკეთა შემაჯამებელი განცხადებები. ეს ის ორგანიზაცია, რომელმაც რეალურად გააუქმა სავიზო რეჟიმები რუსეთთან და აღადგინა ფრენები. ჩვენ გახსოვს, ბევრი იბრალებდა ამ წინსვლას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დათმობაში, მაგრამ რეალურად ამ საბჭოს მიერ იქნა გადადგმული ეს ნაბიჯი და რეალიზებული. ძალიან დადებითი პოზიტიური განცხადებებია გაკეთებული საქართველოს მიმართ. იქვე აღინიშნა, რომ ეს ღვინის ექსპორტი რუსეთში მათი დამსახურებით ხდება. ისინი აკონტროლებენ თითოეულ, ასე ვთქვათ, წამოჭრილ პრობლემებს და იქვე ადგილზე მყისიერად წყდება იმ ადგილობრივი რუსული, სხვადასხვა სამსახურების მიერ წარმოშობილი რაღაც გაუგებრობები ადგილზე წყდება. იქვე აღინიშნა, რომ უკვე გაიკვალა ქართული თხილის და კაკალის შეტანა და უკვე რამდენიმე სატვირთო მანქანები შევიდა და ამის გასაღების პრობლემაც აღარ ექნება ქართულ ფერმერებს. უკვე თავისუფლად დაიწყო უკვე მოთხოვნილებებიც გაიზარდა კომბოსტოზე, კარტოფილზე და ეს იმას მიუთითებს, რომ წავა ქართული სოფერმერული მეურნეობების აღორძინება. ყველაფერი, აი როგორ გითხრათ, ისინი გაცილებით მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, ვიდრე ჩვენ მათ მიმართ. ასევე განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდობის აღზრდას, ახალგაზრდობის დაახლოებას, ქართველი და რუსი ახალგაზრდების დაახლოებას, მათ ასე ვთქვათ, გაცვლით პროგრამებს, განათლებით პროგრამებს და ეს არის ძალიან პოზიტიური, ძალიან დადებითი სტრუქტურა და მათ ასევე შეუძლიათ მთელი რიგი წვლილი შეიტანონ ამ სახალხო დიპლომატიის განვითარებაში და აი ამ ქართველების და საქართველოს და რუსეთის ურთიერთობაში წარმოშობილი ზოგიერთი, ასე ვთქვათ, სირთულეების დასაძლევად. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რუსულ ენაზე მადლობა გადაუხადო რუსეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ამ ღონისძიებას და უშუალოდ საქმიანი ურთიერთობის საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ იური ბალაშოვს. Юрий Георгиевич, приветствую вас из Грузии. Спасибо за тот привет, за то гостеприимство и за ваш вклад, который вложили и будете вложить в отношении развития, в отношении российско-грузинских отношений, и за ту душу, русскую настоящую душу, которую вы именно вложили в этом деле. Спасибо вам за все.